საზოგადოებას არ იყენებს გვერდით, არ ხდება საზოგადოების მობილიზაცია, ხელისუფლების ირგვლივ, სახელმწიფოს ირგვლივ, მე სულ იმას ვამბობ, რომ ჩემი კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგის ძირითადი დანიშნულება და ძირითადი ფუნდამენტალური თეზისი არის, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხის ინტერესები არის განყენებული. ხალხი არ დგა ხელისუფლების გვერდით, ხალხი არ იყენებს ხელისუფლება, არ გვიყენებს გვერდით. დაიყენეთ ხალხი გვერდით, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოთ, რომ ევროპა არ მოგეშვებათ. ევროპა და ამ deep state-ის ძირითადი მიზანია თქვენი სახელმწიფო გადატრიალების გზით შეცვლა, დამარცხება და მარტო ვერ გაუმკლავდებით. აქ ბევრი რაღაცები თქვა, ქალბატონ ნანასთან საუბარში, ეხლა ვიჯექის სტუდიაში და უსმენთ, კაცო. ევროკავშირთან ურთიერთობა უკვე ფაქტიურად კრიტიკულ ზღვარზეა მისული. კი ბატონო, ჩინეთი გახდა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, მაგრამ ჩინეთი საქართველოში რუსეთის ნებართვის გარეშე აქ ვერავითარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ რეალურ ქმედებას ვერ განახორციელებს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა თქვენ არ გინდათ. ეხლა აქ ითქვა, რომ ესე იგი ჯერ ტერიტორიული მთლიანობაზე ლაპარაკი რო დაიწყო, უნდა კონდეს დიპლომატიური ურთიერთობა, ამაზე დიპლომატებმა უნდა ისაუბრონ. დიპლომატებმა უნდა ისაუბრონ ამ საკითხებზე. თებერვლის თვეში აქედან მოუწოდე ხელისუფლებას გააკეთეთ ის, რომ წარმომადგენელი ქვეყნის მაღალჩინოსანი ჩავიდეს 9 მაისს გამარჯვების პარადზე. ამის მაგივრად გაიქცნენ და პაპის ქელეხში წავიდნენ. 700,000 ქართველი იბრძოდა სამამულო ომში. 350,000 დაიღუპა. იმათი სული საცხონებლად მაინც კეთილი ინებე და ჩადით იქ და დადეკით იმათ გვერდით, ვინც მართლა ფაშიზმი დაამარცხა. არა, მაინც თქვენი იმით მიდიხართ. შორს ვერ გახვალთ. ვიღაცასთან ხო უნდა იყოთ კარგად. რომელიმე სახელმწიფოსთან ხო უნდა იყოთ კარგად, კაცო. ევროკავშირმა, ამერიკამ გადაგიკეტა გზები. გეუბნებიან, ამ ბოლომდე დაიჩოქეთ და ფეხის გულებზე დაგვიწყეთ კოცნა და ერთი ადგილის ფხანვა, თუ გინდათ რომ თქვენსკენ ისე მოვტრიალდეო. იქით სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, ჯავახეთს გვედავება. აქეთ აზერბაიჯანმა აგერ უკვე დავითგარეჯის ნაწილი წაიღო. აგერ რა ჯანდაბა ქვია, ეს შიდა დაპირისპირებები თურქეთი აჭარას გვემუქრება. ბიჭო, რუსეთის ფაქტორი რომ არ იყოს, აქამდე ეს სახელმწიფოები, ვითომ ჩვენი მოწმეები, ვითომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები შეგჭამდნენ, გადაყლაპავდნენ. სომხეთს უჭის ყარაბაღიდან დევნილი 140,000 კაცის შენახვა და დაბინავება და უზრუნველყოფა. მიწებით, ტერიტორიებით. ცალ-თვალე ჯავახეთს უყურებენ. რო არა რუსეთის ფაქტორი ეკამდე გადაგჭამდნენ, გადაგქელავდნენ. აზერბაიჯანი გაიზარდა. თუ 1989 წლის აღწერის შედეგების მიხედვით აზერბაიჯანელი იყო 5,200,000 და საქართველო იყო 5,500,000, დღეს აზერბაიჯანი 12 მილიონი გახდა, ვეღარ ეტევა, საიწავა. რუსეთი იმას არ შეუშვებს, დაღესტანი იმას არ შეუშვებს. აგერ კარგი ახლა ყარაბაღი დაიკმაყოფილებს, სპარსეთი იმას არ შეუშვებს. ისიც აქეთ იყურება ქვემო ქართლისკენ და რუსეთის ფაქტორი რომ არა, დღეს აქამდე გადაგვივლიდნენ. არავისთან ჩვენ არ გვინდა, აი ვინც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობით არის. აგერ არიან გვერდით ინგუშები, რომლებაც 1000-ჯერ დაამტკიცეს თავიანთი სიყვარული და თავიანთი ერთგულება ქართველების მიმართ. არც იქით არ ვაკეთებთ არაფერს. არც იმათან ურთიერთობაზე არ ამზრუნავთ, ხელისუფლებაზე ვამბობთ, რომ ეხლა მე ინგუშები ბევრიც მაწამყავს და მეგობარიც ამყავს და მაგათთან ერთად ავარ და არ არის ეგ პრობლემა. ხელისუფლება მოიხედეთ, არ გამოვა ესე, გებწვით მთელი deep state-ი თქვენი მთელი მსოფლიო, მთელი ამერიკა, ევროკავშირი. მონახეთ, სწორი მოკავშირე, ვინც თქვენს ინტერესებს დაიცავს. აღარ უნდა ენის ჩლექვით ლაპარაკი. აგერ უკვე დაისვა საკითხი ბატონო ნიკოლოზ უკვე საბიჯო რეჟიმის ჩამორთმევაზე. პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. გიორგი.
პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ნატოში. ეხლა მთელი აქცენტი გაკეთებულია ნატოს მიერ პოლონეთზე. ყველაზე ესე იგი ბრძოლისუნარიანი ჯარი ყავს პოლონეთს. თქვენ წარმოიდგინეთ გერმანიაზე უკეთესი. და შეერაღებითაც უკეთესია. და რაოდენობითაც უკეთესია. იმიტომ რომ პოლონეთი წლების განმავლობაში ემზადება ბელორუსიაში შესაჭრელად. წლების განმავლობაში ემზადება. ამიტომ მე მოუწოდებ ხელისუფლებას გადადგით სწორი ნაბიჯი. გასაგებია, დიდი მადლობა, ჩვენ ძალიან გადაგვიჭდა დღეს გადაცემის